Menstrualuri სისხლდენის შემცირება, ანუ ჰიპომენორია შესაძლებელი არის ჰქონდეს შემდეგი მიზეზები: იყოს ფიზიოლოგიური, ჰორმონალური, მედიკამენტოზური ან ფსიქოლოგიური. ჰორმონალური დარღვევები, ესტროგენების დონის შემცირება პირდაპირ აისახება menstrualuri სისხლდენის რაოდენობის შემცირებაზე. პერიმენოპაუზა, მენოპაუზასთან მიახლოვებულ პერიოდში ხშირი არის ჰორმონალური დისბალანსის ფონზე სისხლდენის რაოდენობის შემცირება ან მისი ცვლილება და თირეოტროპული ჰორმონის გავლენა menstrualur ციკლზე, ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი. სტრესი და ცხოვრების წესი, ძლიერი ემოციური ან ფიზიკური სტრესი, ექსტრემალური წონის კლება ან გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად სპორტსმენებში, პირდაპირ აისახება menstrualuri სისხლდენის რაოდენობის შემცირებაზე. კონტრაცეპტივები და ჰორმონალური აბები. ჰორმონალური პრეპარატები ხშირად ხდება menstrualuri სისხლდენის შემცირების მიზეზი, ასევე ანტიდეპრესანტები, ქიმიოთერაპიის პრეპარატები და სხვა მედიკამენტები. მინდა აღვნიშნო, რომ საკვერცხების ნაადრევი განლევის სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანიც სწორედ menstrualuri სისხლდენის რაოდენობის შემცირებაა. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი menstrualuri ციკლის ხასიათი შეიცვალა და გამონადენი გახდა შედარებით მცირე, აუცილებელია დროულად მიმართოთ გინეკოლოგს და ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე სწორად დაისვას დიაგნოზი.